ჩვენი სამშობლოს საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დღეს არის მასიური მიგრაცია. ქართველი ერის ჩუმი გენოციდი და ეთნიკური ჩანაცვლება ხდება ახლა და თუ ჩვენ რამე არ გავაკეთეთ, ეს პროცესი შეუქცევადი გახდება. უცხო ქვეყნების გამოცდილება ნათლად აჩვენა რა ხდება, როცა ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა უცხოელების ინტერესები დგება ხოლმე. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა გადადის საგანგებო რეჟიმზე და ჩვენი საქმიანობის, ბრძოლის, პოლიტიკური მოღვაწეობის 100%-ს დაუთმობთ კონკრეტულად ამ პრობლემის მოგვარებას. და ყველას, ვისთვისაც იგივე პრობლემა მნიშვნელოვანია, მოგიწოდებთ, დაგვიდექით გვერდში. ჩვენი გზა, ჩვენი ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდი არის შემდეგი. უნდა გამოვიყენოთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული 30,000 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერის გზით დავაინიციიროთ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები და ავკრძალოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ფულის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების გაცემის მავნებლური ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პრაქტიკა. აღნიშნული კანონმდებლობის ცვლილების ინიცირებას ჩვენ მოვახდენთ უკვე ხვალ და შემდეგ უკვე დაგვჭირდება თქვენი ხელმოწერები. მაგრამ საჭიროა რომ ამ ინიციატივას მხოლოდ 30,000 კანონით გარანტირებული ხელმოწერა კი არ ახლდეს თან, ამას უნდა მოყვეს დიდი სახალხო მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია. ამიტომ პარალელურად ჩვენ ვაკეთებთ პეტიციას, რომელსაც ასობით ათასი ქართველი მოაწერს ხელს და ჯამში კანონპროექტი და პეტიცია ერთად იქნება ის პირველი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ შევცვლით საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოში ბინადრობის უფლების გაყიდვის მავნებლურ, ანტიეროვნულ და მოღალატეობრივ პრაქტიკას გავაუქმებთ. ამაში თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ყველას, ვისაც სურვილი აქვს თავისი სამშობლოსთვის ამდენად მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობა მიიღოს, შეგვეხმიანეთ და დაგვიდექით გვერდით. მიიღეთ მონაწილეობა პეტიციის და კანონმდებლობის ინიცირების პროცესში, ხელმოწერების შეგროვებაში. ჩვენ პარტიაში პარალელურად ფუძნდება კომისია, რომელიც იმუშავებს მომავალში დამატებით სხვა საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე. ვისაც აქვს ინტელექტუალური რესურსი და სურვილი მასიური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოგვეხმაროს, ველოდებით ამ კომისიაში. და ზოგადად ჩვენ თუ არ მივხედავთ ჩვენ სამშობლოს, ჩვენ თუ არ მივხედავთ იმ პრობლემას, რომელიც უკვე თვალსაჩინო არის, ძალიან მალე საკუთარ ქვეყანაში ჩვენ გავხდებით სტუმრები. თუ გინდა რამე შეიცვალოს, თუ გინდა რომ რამე გამოვიდეს, დაიწყე საკუთარი თავიდან, დაიწყე მოქმედება. საქართველოში შექმნილი მძიმე საიმიგრაციო კრიზისის პირობებში, როცა მოსახლეობის უზარმაზარი ტემპებით გადინების და უპრეცედენტოდ შემცირებული შობადობის ფონზე ქვეყანაში ხდება პაკისტანიდან, საუდის არაბეთიდან, ირანიდან და რეგიონის სხვა სახელმწიფოებიდან მიგრანტების მასიური შემოდინება და სამუშაო ადგილების დაკავებით თუ მსხვილი ტერიტორიების შესყიდვით და დასახლებების მშენებლობით მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის სწრაფი ჩანაცვლების და მიგრანტების მხრიდან ქვეყნის დემოგრაფიული და ეკონომიკური ექსპანსიის პროცესი. მზარდი საიმიგრაციო საფრთხის შესაჩერებლად აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა საქართველოში დღეს მოქმედ უკიდურესად ლიბერალურ ანტისახელმწიფოებრივ საიმიგრაციო კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის და პეტიციაზე ხელმომწერები საქართველოს პარლამენტს მივმართავთ საიმიგრაციო კანონმდებლობაში შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებების გატარების მოთხოვნით. გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის სახიფათო ეთნოკულტურული ექსპანსიის რისკის მატარებელ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. საიმიგრაციო კანონმდებლობაში დაუყოვნებლივ გაუქმდეს ნორმები, რომელთა საფუძველზეც ქვეყანაში $100,000
ღირებულების უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ხოლო $300,000 სანაცვლოდ უვადო ბინადრობის ნებართვა. ასევე ბინადრობის უფლება, რომელიც გაიცემა საქართველოში დასაქმებულ უცხოელებზე, რომელთაც საარსებო მინიმუმზე 5-ჯერ მეტი ხელფასი აქვთ. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ფართომასშტაბიან კამპანიას უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ, ამიტომ აუცილებელია საქართველოს თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში. თავის დროზე ერთობლივი საზოგადოებრივი ბრძოლის შედეგად ჩვენ ქვეყანაში აგზავნეთ LGBT პროპაგანდა და გეი პარადის ჩატარება. ანალოგიურად ერთობით, მობილიზებით ჩვენ შევწევ ზალა ეს პრობლემაც გადავჭრათ, რათა ეს ქვეყანა ჩვენი დარჩეს.